დაჩი და ლიზა მოკლეკა პარომჩა That whispering in the trees, it's two sailors and they're only hats and chains and swinging hands. Who's your daddy? Yes, I am. Back at game to play. Now you can't run fast enough. You best stay away when the pushers come to shove. Shoot some riot, throw back a bottle of beer. მაგარი ბავშვები ხარ. დაჩი და ლიზი. დაჩი როგორ აკეთებდი? ამას როგორ აკეთებდი? ამას როგორ აკეთებდი? გვასწავლე. გენიალური. როგორო ვანო? როგორო? აბა როგორო? ვანო როგორო? ჩემგან გაინტერესებს? ო, როგორო? აი რა ნიჭიერებია ამაშია საკ. მაინც ყველაფერი გამოცდის. გიორგის უკეთესად გამოსდის ვანო. ანუ გიორგის გამოცდილება აქვს. ეს რაღაცა ამითვალისწუნეთ. კომპლიმენტი მიღებულია. ეგ შეუძლებელია ვანო. კარგი, შენი ათვალისწუნება კაცობრიობისთვის შეუძლებელი ამოსანაა. მადლობა. გადავიდეთ ბავშვებს. ეხლა რა შეეხება ბავშვებს? რაღაც დაინახა იქ ბავშვმა. ამბავი ის არის, რომ ეს ბავშვები ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ნიჭიერები არიან პირველ რიგში, იმიტომ რომ თავისი ასაკობრივი კატეგორიისგან რადიკალურად განსხვავდებიან თავისი მონაცემებით, ჩემი აზრით. მე რო წარმომიდგენია ეხლა ჩემი შვილი, რომელიც 8 წლის არის, პირველი ესე დისციპლინირებული რო იყოს, რომ აი ეს ყველაფერი ისწავლოს და ამისთვის თავი მოუყაროს და მე ეხლა ესეთი არტისტიზმიც, ესეთი მოწესრიგებულობაც, ესეთი მოძრაობები, ამასაკში ესე მწყობრად ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთულია, იმიტომ რომ სხეულის დამორჩილება, მიმიკის დამორჩილება, შინაარსის გაგება, რაც თორე რას აკეთებს ამ ბავშვებს ეს ესმით და მე არ ვიცი როგორ იცოყებენ ესენი 10 წლის მერე და როგორ იქნება მათი შეფასება უკვე როგორც დასრული მოცეკვავეების, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ დღეისდღეობით ამ ასაკის ბავშვებისთვის ისინი არიან ძალიან ნიჭიერები და თუ გვინდა რომ ყვავდეს ვუნდერკინდები ფინალში, მათ უნდა დავურეკოთ. აი, მშვენიერი. ია? ნიშნავი ნათქვამია, პატარა ძალიან საყვარელი ლიზი და დაჩი, გადასარევი ჯაივი იყო რაღაცა პატარა ასინქრონები და ამბები. ჩაერთო, ვარამიას მიეცით მეორე სიტყვა. ჯაივი იყო. ჯაივი იყო, კი. ეს არის მაგრამ რა ჯაივი. არის, იცი, ცოტა ბავშვებო უკეთესად შეგიძლიათ. ცოტა ისე იყო, აი ასინქრონი იყო, მე თქვენ ისეთი ნიჭიერები ხართ. ბავშვებს არა და ვანოს უკეთესად შეუძლია. ბავშვები ისაც კარგები. მე და შენ შეგვიძლია გავიჭროთ. აკუიატებული ყავს დღეს ყველა ნომერში რაღაცა უნდა უთხრა. რაღაცა გენიალური. მე მზად ვარ ყველაფერს. ბავშვებო, თქვენ თოვლის ბაბუას რატო არ თხოვეთ, რომ ფინალში გადახვიდეთ? მოდი ეხლა ყველამ ერთად თხოვოთ, რომ თოვლის ბაბუასო თქვენ აუცილებლად გადახვიდეთ ფინალში. არსებობს თოვლის ბაბუა? აბა რა თქმა უნდა. როგორ წერილები და დაჩი და ლიზი თოვლის ბაბუა არსებობს თქვენი აზრით? კი.
საცხოვრობს? არა. აბა ჩამოყალიბდით, კი თუ არა? კი. კი? ხოდა ვთხოვოთ. აბა მითხარით, კი თუ არა? კი. უთხარით რომ კი. ფინალში გადასვლა გეხვეწებით. და ყველაფერი შეუძლია? ყველაფერი შეუძლია. სიკეთის კეთება შეუძლია ბავშვებაში. ესეთ კი. კი 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 კი. კი. კარგი. კი, კი, კი. კი კი კი. და ყველაფერი შეუძლია? აბა თხოვეთ ფინალში გადაყვანა. თოვლის ბაბუა, თოვლის ბაბუა. ჩვენ ვინდა ფინალში გადასვლა. ვარშა. თოვლის ბაბუა. თავარი ეგ არის, გაიგო თოვლის ბაბუა. ნახოთ თუ არსებობს და ყველაფერი თუ შეუძლია. ბაბუა ხალხშია. ველოდები თოვლის ბაბუას ჭოლა გთხოვთ, თქვენ შეგვაფასეთ. მე მხოლოდ დამრჩენია რომ თოვლის ბაბუას ვთხოვო რომ ძალიან გთხოვთ ძვირფასო თოვლის ბაბუა გადაიყვანეს არაჩვეულებრივი ბავშვები ფინალში მეც გამახარებ ამათაც და ყველასაც ვის მასაც მათ ნახავს დიდი მადლობა ჟიურის და თოვლის ბაბუებო. ხოთ დაურეკეთ ამ პატარა ძალიან საყვარელ ბავშვებს, ვისაც ჯერათ არ ჯერათ ყველამ დაურეკეთ ამ ბავშვებს ნომერზე 09330303. ხურმალი აპლოდისმენტებით გავასილოთ დაჩი და